ის 8 პუნქტი, რომლის შესახებაც გახდა ცნობილი, არის თუ არა იმდენად ყოვლის მომცველი, რომელსაც შეუძლია, როგორც თავად ამბობს ევროკავშირიც, დემოკრატიული უკუსვლის შეჩერება ან შემოტრიალება საქართველოში. მადლობა მოწვევისთვის. დიახ, 8 პუნქტი არის ძალიან ფართო, იმიტომ რომ სინამდვილეში თითოეული პუნქტის მიღმა ძალიან დიდი საქმე იმალება. ყველაზე უფრო ნაკლების თქმელი პუნქტების მიღმაც ისეთების როგორც არის მაგალითად სავიზო რეგულაციების მოქცევა ევროკავშირის სტანდარტებში. ძალიან ტექნიკური თემა, სინამდვილეში მოიცავს ძალიან მრავალმხრივ არაერთ კანონმდებლობის ცვლილებას და ასე. სინამდვილეში ეს პოლიტიკური განაცხადია, პირველ რიგში პოლიტიკური განაცხადია, იმიტომ რომ ის იწყება საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვის კენმოწოდებით. ეს სინამდვილეში პირველ რიგში რა თქმა უნდა გულისხმობს იმ პოლიტიკური პატიმრების უპირობო გათავისუფლებას, რომლებიც დღეს დაპატიმრებული ყავს რეჟიმს, მათ შორის პოლიტიკური ლიდერების გათავისუფლებას, მათ შორის იმ ადამიანების გათავისუფლებას, რომლებიც სხვა აქციებზე დააკავეს, ან დააკავეს მას შემდეგ, მათ შორის ჩადებებით, ხო, როგორც არის ახობაძის შემთხვევა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო. სინამდვილეში აი ამით რომ იწყება, ეს არის განაჩენი ქართული ოცნების, რომელიც აი მოდი წავიკითხავ კიდევ ერთხელ, აქ სიტყვა პოლიტპატიმარი ასე პირდაპირ არ წერია და შეიძლება ამას რეჟიმმა ინტერპრეტაცია გაუკეთოს. მოდი ჩვენი მაყურებლისთვის კიდევ ერთხელ წავიკითხავ და შემდეგ უფრო კონკრეტიკა საინტერესო იქნება თქვენი მხრიდან. უზრუნველყოს და დაიცვა საქართველოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის შეკრების, გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლება, პირადი ცხოვრების დაცულობის უფლება, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება და დისკრიმინაციის აკრძალვა. აქ ასე სიტყვით პოლიტპატიმარი არ წერია, მაგრამ და არ წერია ასევე არჩევნები, რაზეც მე გკითხავთ მოგვიანებით, მაგრამ თქვენ მაინც აქ ამოიკითხეთ, რომ სწორედ ეს საკითხიც იგულისხმება და ყველა ეს ადამიანი დაკავებულია სწორედ ამ უფლებების შეზღუდვით. ზოგი რომელიმე კონკრეტულის, მაგალითად გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის, ზოგი შეკრების თავისუფლების და ასე შემდეგ. სინამდვილეში ეს არის დიპლომატიური უწყების მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც არ შეიძლება ყოფილიყო კიდევ უფრო კონკრეტული, მას აქვს თავისი დედლაინი, რომელიც ასევე საკმაოდ იშვიათია ხოლმე. როდესაც ჩვენ გვაქვს დიპლომატიურ კორესპონდენციასთან ხო კავშირი და სინამდვილეში არის ბევრად უფრო კონკრეტული, ვიდრე ესეთი შეხედვით ჩანს, ვინაიდან ყოველ ამ თემაზე საქართველოს დელეგაციებს ყველა წარმომადგენლობაში და გარდა ამისა უშუალოდ ეგრეთ წოდებული ამ პრემიერ-მინისტრის აპარატს და ასე შემდეგ, ყველას აქვს მიღებული არაერთი რეკომენდაცია, არაერთი შენიშვნა, არაერთი პირდაპირ თუ ირიბი მესეჯი როგორც საელჩოებიდან, ისე კონკრეტული დედაქალაქებიდან. თავად განცხადებებიც რაც ბრიუსელიდან ისმოდა, იქ ნახსენები იყო პოლიტპატიმრებიც ამ შემდეგ. მე იცით რა შეკითხვა მინდა დაგისვათ, ეს არის ის თემები, რისთვისაც იშრომა ამდენი ხნის განმავლობაში ქართულმა ოცნებამ. ეს არის კანონმდებლობის დრამატულად გაუარესება, ეს რუსული კანონები, რომელიც შემდეგ მომდევნო პუნქტში წერია და ასევე იმ ხალხის დაჭერა, რომელიც ახლა ციხეში ზის და რომელიც თქვენ ამ პირველ პუნქტშიც ამოიკითხეთ, ხომ? რამდენად ტოვებს თქვენი აზრით ეს შანსს? აი რა დასკვნამდე მივყავართ აი ამ 8 პუნქტის წარმოდგენას? შესრულდება თუ ვერ შესრულდება ნაწილობრივ? ეს არის ჩვენი წმენისა და რეალობის აღქმის საკითხი, იმიტომ რომ სინამდვილეში ქართულ ოცნებას შეუძლია თქვას, რომ მას რაღაცნაირად შანსი აქვს ამ პირობების შესრულებას. სინამდვილეში ჩვენ კარგად ვიცით, რომ ქართული ოცნება თუ ის დარჩა ხელისუფლებაში, საქართველოს დაკარგავს ვიზა ლიბერალიზაციას, იმიტომ რომ ქართულ ოცნებას არ აქვს რესურსი დარჩა ხელისუფლებაში თუ ის არ დაარღვევს ადამიანების შეკრების თავისუფლებას. დარჩეს ხელისუფლებაში თუ კი ის არ დაარღვევს ადამიანების თვითგამოხატვის თავისუფლებას, არ დაარღვევს პირადი ცხოვრების თავისუფლებას, ასე შემდეგ, იმიტომ რომ მისი ხელისუფლება დგას ამ ფუნდამენტური უფლებების ხელყოფაზე, ამ ფუნდამენტური უფლებების ჩვენთვის წართმევაზე და შეზღუდვაზე ადამიანებისთვის ჩვეულებრივი პოლიტიკური არსებობის, რაც გამოიხატება ასევე ლიდერების დაკავებაში. იმის შანსსაც არ ტოვებს, რომ ვთქვათ რაღაც შეასრულოს, თუნდაც კოსმეტიკური თვალსაზრისით და ევროკავშირს, რომელსაც არ უნდა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის, უვიზო რეჟიმის გაუქმება და ამას პირდაპირ ამბობს, რომ მოქალაქეები ივანიშვილის გამო შეიძლება დაზარალდნენ. ამას უნდა მიეცეს შეფასება 31 აგვისტოს. ზუსტად ამიტომ კიდევ ერთხელ გვიდასტურებს თვითონ ქართული ოცნების დღევანდელი ქმედებები, დღევანდელი პროპაგანდის ხაზები, ხო, რასაც აპირებენ, ის არაპირებენ, რომ რომელიმე ამ პუნქტზე იმუშაოს სერიოზულად, ისინი აპირებენ, თუ რამე შანსი ექნება თუ ვაჭრობის ჯერ კიდევ ივაჭრონ, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ დრო გაიწელოს. და იქნება გაწელილ დროში ვიღაც მიეჩვიოს ამ პოლიტიკურ სტატუს-კვოს, რომელიც ქვეყანაში გვაქვს, მიეჩვიოს აი ამ უიმედობას, მიეჩვიოს ამ შიშს და მიეჩვიოს
გამოუჩიოს ამ რაღაცნაირად აი ფინანსურად გარყვნილ რაღაც ცხოვრების წესს, რომელიც კორუფციაში გამოიხატება. ხო, ამ ქვეყანაში რასაც დიდი ხანია ჩვენ თვალს ვადევნთ. სინამდვილეში მათ რა თქვეს, რომ წითელი ხაზი ჩვენთვის არის ის კონკრეტული კანონი, რომელიც ნახსენებია და ამიტომ თუ ეს იქნება სასწორზე, ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ ეს უნდა ავილჩიოთ. სინამდვილეში ისინი უკვე წინასწარ ამზადებენ ნიადაგს იმისთვის, რომ დააბრალონ ერთ კონკრეტულ კანონს, რომელიც გეგონება ვინმე სადარდეს ამ ქვეყანაში მათ წევრების გარდა, რომელსაც ასევე მე მგონი ფეხებზე კიდიათ ეს ამბავი, ცოტა ბოდიში რო ესე ვამოხმარა, სინამდვილეში ესეა და დააბრალონ აი ეს უმნიშვნელოვანესი ფუნდამენტური უფლების დაკარგვა საქართველოს ყოველი მოქალაქისთვის ამ ერთ კონკრეტულ საფუძველს, რომელიც გეგონება ჩვენი რაღაც თქვენ გარდაულად გეჩვენებათ ამ ხელისუფლების პირობებში, ამ დე-ფაქტო სიტუაციაში, სადაც დე-ფაქტო მართლობას ახორციელებს საქართველოს ქართული ოცნება, ბიზნეს ევანიშვილის ხელის ბიჭების მართლობის პირობებში საქართველოს არ უწერია არც ევროინტეგრაცია და არც გამთლიანება. ორი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ საქართველოს მოსახლეობისთვის ამ ხელისუფლების პირობებში არის დაყენებული არა ეჭვის ქვეშ, არამედ უბრალოდ გადახაზულია და მე შეგახსენებთ იმას, რომ საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი საკითხი როგორც არის ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარების უკან წაღება სირიის მხრიდან, ამასაც კი არ დაუჭირდა ხარი ქართულ ოცნებამ. ეროვნული ინტერესები მოდის აბსოლუტურ წინააღმდეგობაში ქართულ ოცნებასთან. მათი ცხოვრების ამ წესთან, რომელიც დღეს გვაქვს. ჩვენ გვაქვს ორი საკითხი, ყველაფერი რაც აქამდე აკეთეს, ეს მოდის რა თქმა უნდა წინააღმდეგობაში, მაგრამ ჩვენ რას ვხედავთ? ვერ აძლევენ ხმას რეზოლუციას, იმიტომ რომ იქ მათზე წერია რაღაცები და ვერ აძლევენ შესაბამისად სირიის ნაწილში. თავის უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნევენ და საქართველოს წინაყენებენ და იგივე ხდება ახლა, ან შეიძლება მოხდეს უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით. ჩვენ ერთი რამეც უნდა ვთქვათ, ქართულმა ოცნებამ ვიზა ლიბერალიზაცია უკვე დაკარგა. კობახიძემ აღიარა, რომ მას დაჭირდა ვიზის აღება. თავად კი, მაგრამ ჩვენ ახლა სხვა რაღაც ჩვენ ვიცით რა არის მათი მათლობის ბოლო რა იქნება საქართველოს. საქართველოს იქნება შეგუება ზუსტად ამ დანაწევრებასთან საქართველოსი, თუ ეს ესა გაგრძელდა და შეგუება იმასთან, რომ საქართველოს არ იქნება ევროპული პერსპექტივა. ჩვენი საკითხი დგას ახლა ესე. ან დასრულდება საქართველოს ქართული ოცნების მმართველობა, ან დასრულდება ყოველგვარი იმედი საქართველოს ევროინტეგრაციისა და ყოველგვარი იმედი საქართველოს გამთლიანებას. ჩვენ ახლა საუბრობთ რეჟიმზე, რომელიც რეჟიმია, მაგრამ შეიძლება იყოს სადღაც დიქტატურა, მაგრამ რაღაცნაირად თვითმყოფადი. ჩვენ ახლა ვსაუბრობთ რეჟიმზე, რომელიც არის პირდაპირ მოკავშირე რუსეთის, ხომ? შესაბამისად, ეს საკითხი მხოლოდ თბილისში არ წყდება. დაკარგავს თუ არა საქართველოს უვიზო რეჟიმს, ეს დამოკიდებულია მოსკოვის პოზიციაზე, მას რა თქმა უნდა ალბათ უნდა რომ ეს ხო, მაგრამ მეორე მხრივ არის დიდი რისკიც, რომ ქვეყნის შიგნით ამან მოახდინოს გავლენა და საზოგადოება კიდევ უფრო გააბრაზოს, იმიტომ რეალურად ჩვენ ახლა არ ვსაუბრობთ ევროინტეგრაციაზე, ჩვენ ვსაუბრობთ მინიმუმ იმ სტატუს-კვოს შენარჩუნებაზე, რომელიც ახლა არის. ჩვენ ვკარგავთ კიდევ უფრო მეც, არა წინ მივდივართ, არამედ ვკარგავთ ამ საფრთხის წინაშე. სწორედ ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია სწორი აღქმა კონდეს. სწორი აღქმა არის შემდეგ. ქართულმა ოცნებამ უკვე დაკარგა ვიზა ლიბერალიზაცია საკუთარი წევრებისთვის, ხო? აქედან გამომდინარე, ის ვერ შეგვინარჩუნებს ჩვენ რაღაცას, რაც თვითონ უკვე დაკარგა, ეს გამორიცხულია. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ თუ ჩვენთვის მნიშვნელოვანი ევროინტეგრაცია და 80%-ზე მეტ 83% ბოლო კვლევით, ხო, საქართველოს მოსახლეობის იძახის, რომ უმნიშვნელოვანესი ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ევროინტეგრაცია, ევროკავშირში გაერთიანება, მაშინ ჩვენ უნდა მოვიშოროთ ქართული ოცნება. იგივე არის აფხაზეთსა და სამაჩაბლოს შემთხვევაში. თუ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ იმ ქვეყნებმა, რომლებსაც აღიარებული აქვს ამ ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა გადათქვანეს, ჩვენ უნდა გავუშვათ ქართული ოცნებას სახში. ამავდროულად ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ რეგიონში ხდება დიდი ცვლილებები. აი მოსკოვის პოზიციაზე თქვენ როცა ამბობდით, ეს გამახსენდა პირველი, ხო? რა ხდება დღეს სამხრეთიდან რომ მოვყვეთ, ხო? ახან სირიის აღიარებაზე ვახსენეთ, სულ ერთი წინადებით შეგვიძლიათ ახსნათ. ბოლო ერთი წლის მანძილზე რუსეთის გავლენები საერთოდ დამთავრდა სირიაში, სადაც მისი შენარჩუნებული ასადის რეჟიმი, რომელსაც 12 წელი იცავდა რუსეთი, დამთავრდა 11 დღეში. ხო ესე მოხდა. დასუსტდა ირანი, რომელსაც საერთოდ ფაქტობრივად სამხედრო რესურსი გამოაცალეს, რომელსაც გამოაცალეს მისი გავლენა ჰეზბოლაზე, რომელიც ფაქტობრივად იმ სახით აღარ არსებობს, როგორც არსებობდა, მისი გავლენა ჰამასზე, რომელიც იმ სახით აღარ არსებობს, როგორც არსებობდა და მისი გავლენა ხუსიტებზე, რომელსაც ჩამოართვეს ფაქტობრივად მთელი იარაღი, რომელიც ირანმა გადასცა. სომხეთზე აქვე დავაანონსებთ სიუჟეტი. აზერბაიჯანშიც რუსეთის გავლენა არათუ მცირდება, არამედ არის ისტორიულ მინიმუმზე, რაც ბოლო 350 წელიწადში ყოფილა. მას შემდეგ რაც რუსეთი
აზერბაიჯანში და სამხრეთ კავკასიაში, ხო? ანუ მოდით გავიხსენოთ, სირია, ირანი, სომხეთი, აზერბაიჯანი რა მოდის მე? საქართველოს ხო არ მოდის შემთხვევით, ხო? ანუ საქართველოს არის შემდეგი ქვეყანა, სადაც შემცირდება რუსეთის გავლენა დავა ისტორიულ მინიმუმზე და ამის საყრდენი არის ტრამპის განცხადება, რომელმაც 50 დღე მიცა მოსკოვს უკან დახევისთვის. ხო არ ემთხვევა შემთხვევით დროში ჩვენი ხელისუფლებისთვის მიცემული ეგრეთ წოდებული რა თქმა უნდა თვითონ ხელისუფლება 31 აგვისტო საოცრად ემთხვევა დროში იმ კონკრეტულ დედლაინს რომელიც მისცა ტრამპმა. სულ ერთი წინადება ეს არის მესიჯი ასევე ევროკავშირის მხრიდან ჩვენი პოლიტიკური აქტორებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ვინაიდან ვინც ხედავს დღეს ქართულ ოცნებაში რაიმე ხსნას ამ ქვეყნისთვის იმის ფაქტობრივად რეალური არსებობა საქართველოში დღეს ვეღარ წარმოგვიდგენიათ ჩვენ ადამიანებს რომლებიც დღეს აქ ცხოვრობთ ხო აქედან გამომდინარე ჩვენ გვესმოდეს რომ დილეგიტიმაცია არის თავარი გზა ჩამოშლეს ამ ხელისუფლების და ჩვენ ხედავთ რა ხდება მათ რიგებში ხო ისინი ერთმანეთს დაერენ ამიტომ ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი უნდა იყოს აი ამ გზაზე დარჩენა რომელმაც ფაქტობრივად 10 თვის ვადაში ყველაზე მეტად დაასუსტა ხელისუფლებას და ამიტომ შეცდომაზე მეტია ის რასაც აკეთებს დღეს გახარიას პარტია და საკეთებს დღეს ლელო და მე კიდე ერთხელ მინდა მათ მოუწოდოთ აი წარმოიდგინეთ აი ესეთ პირობებში როდესაც ყველა რუსული ბლოკპოსტი ასე თქვა დაემხო რეგიონში ხო როდესაც ისტორიულ მინიმუმზე რეგიონში რუსეთის გავლენა როდესაც ასე უჭირთ ქართული ოცნების მხარდამჭერს და დღეს CNN-ის სტადიაშიც ნახსენები იყო ქართული ოცნები როგორც პირდაპირ ასე ვთქვათ მხარდამჭერი და მოკავშირე ჩინეთის რუსეთის და დააბრალეს კიდეც და ეს ყველა მიცის რომ ფაქტია ჩინური მეთოდებით ამ პროტესტის ჩახშობა ხო ნუ ვუღალატებთ პროტესტს ნუ ვიქნებით ამ პროცესში მოღალატეები იმიტომ რომ სინამდვილეში ეს მხოლოდ და მხოლოდ გაახანგძლევს ქართული ოცნების და ბოლოს შეკითხვა ესე იგი ჩვენ შეფასება რომ მეც ნაკლებად დადებითი მიიღოს ამ რეკომენდაცია 31 აგვისტოს შემდეგ უნდა გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და უნდა შეიცვალოს და გაუქმდეს კანონმდებლობა, რომლისთვისაც ამდენი ჭყალებში იღვაწა ქართულმა ოცნებამ და კიდევ ის დანარჩენი სხვა საკითხები. ერთი შეკითხვა ჩვენი საუბრის მიწურულს ეს უკავშირდება პერსონალურ სანქციებს. თქვენი აზრით, რა პერსპექტივა აქვს ამ პერსონალურ სანქციებს ივანიშვილის, მისი ოჯახის, მისი გარემოცვის და მისი რეჟიმის, ასე ვთქვათ, საკვანძო ფიგურების კონკრეტულად ევროკავშირის ალბათ ვინაიდან პერსონალურ სანქციები ამერიკის მხრიდან უკვე ფაქტობრივად ეს კიდევ როგორ იქნება, იმიტომ რომ მეგობარაკში გაწერილია რამდენი ადამიანი როგორ შეიძლება შეეხოს ძალიან ბევრ კონკრეტულ ადამიანს კონკრეტულ ბრიტანეთის მაგალითი რომელიც სხვა შორის კოორდინაციაში ევროკავშირთან, მაგრამ ამ შემთხვევაში გეკითხებით ევროკავშირს. ეს ასევე არის დიდი ზეწოლა ევროკავშირის იმ კონკრეტულ წევრზე, რომელიც ბლოკავს პერსონალურ სანქციებს ბიზნეს ივანიშვილის და ეს კარგად ვიცით, რომ არის ვიქტორ ორბანი. ვიქტორ ორბანს დღეს აქვს დიდი გასაჭიროება. ქართული ოცნების დაწმუნებულია დღეს ეხვეწებიან, რომ რაღაცნაირად იქნებ მოხდეს ისე, რომ ვიზა ლიბერალიზაცია არ შეჭედს, მაგრამ ეს ვიქტორ ორბანის ხელში არ არის, იმიტომ რომ მას 15 ხმა არ ექნება, ხო? ბევრად უფრო სხვა წესია, ხო? იქ მოქმედებს 15 ხმის წესი და არ არის კვალიფიციური უმრავლესობა. აქედან გამომდინარე, მოუწევს ვიქტორ ორბანს, ან დათმოს ეს პოზიცია და წავიდეს პერსონალურ სანქციებზე, ან ქართულ ოცნებას უთხრას უარ და რაღაცნაირად ჯობია ისევ ქართულ ოცნებამ მე მგონი რაღაც ინდივიდუალური ადამიანები გაწიროს და ეს დიდი ფულის ამოღება რომელიც დაიწყოს სწორედ და ამის მანიშნებელია როგორც ჩანს ამისთვის ემზადებიან რომ კიდევ ბევრი ადამიანი გაიწირება სინამდვილეში ისინი რაც უნდა ემზადონ იმ კონკრეტულ ადამიანებს გულს ვერ გაუმაგრებს ეს და მათი დასასრული ან არსებობს მესამე ვარიანტი რომ ქართულმა ოცნებამ ეს პუნქტები შეასრულოს და ეს პუნქტები რომ შეასრულოს ქართულმა ოცნებამ და არსებობს რუსეთის ფაქტობრივად დანიშნოს ახალი არჩევნები, ეს იქნება ჩვენ თვითგამოხატვის საუკეთესო მაგალითი. ოღონდ შეცვალოს ასევე კანონმდებლობა, გაუშვას ანტიკორუფციულიდან დაწყებული, აი ეს რეპრესიული მანქანის ყველა ჭანჭიკი და რა თქმა უნდა ამ არჩევნებს ამ ყველა პუნქტმა და აქ თქვენ კითხულობთ იმასაც, რომ თუ კი ეს ყველაფერი შეიცვლება, ქართული ოცნება აღარ იქნება ხელისუფლებაში. ხო, ანუ ახალი არჩევნები უნდა იყოს ახალი ამის წესები. კონსეკვენცია, ანუ ამის საბოლოო წერტილი იქნება ქართული ოცნების გაშვება ხელისუფლებიდან. სინამდვილეში აი ეს არის დოკუმენტი, რომელიც გაუშვებს ქართულ ოცნებას. და ეს გაფიქრებინებთ, რომ ქართული ოცნება ამას არ შეასრულებს. არ შეასრულებს, რაც იქნება მხოლოდ და მხოლოდ მისი ხელისუფლების გახანგრძლივების ცდილობა და ამ ცდილობაში ეხმარება გახარიას პარტია და ლელო, რაც ძალიან სამწუხაროა და ვინც დაეხმარება ქართულ ოცნებას თავის ხელისუფლების გახანგრძლივებაში, ის ეხმარება საქართველოს
დაკარგოს ვიზა ლიბერალიზაცია, ის ეხმარება რუსეთს იმისთვის, რომ საქართველოს რაღაცნაირად long term-ში უარი თქვას ძალიან დიდი მადლობა. ძალიან მკაცრი განცხადება გამოგივიდა და ამიტომ ნუ დავეხმარებით ამ საქმეში. ოპოზიციური ფლანგის ერთი ფლანგის მიმართ. არ დაგვიტოვეს სხვა შანსი. დიდი მადლობა გაცემაში მონაწილეობისთვის.